ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელაა დაბარებული გიორგი გახარია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ის სხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პირადი შურისძიების მორიგი მცდელობაა. პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო შინაგან საქმეთა დაყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აქვს. როდესაც ოცნებას აწყობს ის, რომ წინა საარჩევნოდ მოასუფთავოს ველი და თვითმმართველობის არჩევნებამდე ზეწოლა განახორციელოს ჩვენს პარტიაზე, ის ახდენს საქართველოს ეროვნული ინტერესების გაუფასურებას, ამ ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებს და მზად არის რუსი ოკუპანტების მხარეს განახორციელოს საკუთარი ქმედება. ამ ინციდენტთან დაკავშირებით მე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესთან გამომდინარე. ფეხებზე კიდიათ მათ ცოცავი ოკუპაციაც, იმიტომ რომ მთლიანად ამ ქვეყნის ოკუპაციისკენ არიან მიდრეკილები. ეს არის პოლიტიკური რაღაცა ნაბიჯები, სადაც გახარია საქართველოსთვის და ქართული ოცნება უპირისპირდებიან ერთმანეთს. კლასიკური მაგალითი არის ივანიშვილის პოლიტიკური ამ რაღაცა თამაშის. მაშინდელი ჩვენი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებას, ბატონი გახარიას გადაწყვეტილებას, რომელიც აღმოჩნდა არავისთან არ იყო შეთანხმებული და გავლილი და თვითნებური ქმედება იყო, ამას მოყვა 100 ჰექტარის მიტაცება ოკუპანტის მხრიდან. არა მხოლოდ ეს, ძალიან დიდი რისკი იყო, რომ ეს კონფლიქტში გადაზრდილიყო და კიდე ჩვენს რაღაც საომარ მოქმედებებში ყოფილიყავით გახვეული საქართველოს. აქედან გამომდინარე, დაისვა ეს საკითხი კომისიაზე, მიდის მსჯელობა, ჩვენ მოვისმენთ ყველა მხარების პოზიციას, მაგრამ ფაქტი ერთია. აი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ ის, რომ ბორდერიზაცია კიდე 100 ჰექტარით გადმოიწია აქეთ. ყველას მოუწევს, ცხადია, ვისთვისაც ეს ინფორმაცია იყო ცნობილი, მანამდეც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხი გაცეს გამოძიებას თუ რა მოტივებით იხელმძღვანელა მაშინდელმა ძალოვანი სტრუქტურის მინისტრმა, როდესაც არავისთან არ შეეთანხმა ეს საკითხი და აი ესე ერთპიროვნულად რაღაცა ფხუკიანობით, არ ვიცი მე როგორ თუ რანაირად, მაგრამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ ფაქტ შეეძლო იმდენად მძიმე პროვოკაციულ პროცესებში შეეყვანა საქართველო, რომ არანაკლები თუ არა მეტი უბედურება დამართუდა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ეს 2008 წელს მოხდა.